Ყველა გზა არ არის უსაფრთხო. მსოფლიოში არის გზები, სადაც ერთი არასწორი მოსახვევი საკმარისია, რომ პირდაპირ უბსკლულში აღმოჩნდე. არსებობს ავტომაგისტრალები, რომლებიც წყლის ქვეშ ქრება და არის მარშრუტები, სადაც თვითონ სადაზვოლო კომპანიებიც კი არ გიშვებენ. ამ ვიდეოში ჩვენ ვესტუმრებით პლანეტის ყველაზე საშიშ გზებს. ჰიმალაის ვიწრომთის უღელტეხილებიდან დაწყებული უდაბნოებით, სადაც ასობით კილომეტრზე არც ერთი სამაშველო სამსახური არ არის. და რაც უფრო გრძელდება სია, მით უფრო დაფიქრდებით, რატო არიან ადამიანები, რომლებიც მაინც მზად არიან აქ გაიარონ. სანამ დავიწყებთ, თოთ მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ეს ჩვენთვის, კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გმადლობთ. და ეხლა დავიწყოთ. გუოლიანგის გვირაბის გზა, ჩინეთი გუოლიანგის გვირაბის გზა, მდებარეობს თაიჰანის მთებში, ჰენანის პროვინციაში. სანამ გვირაბი აშენდებოდა, გუოლიანგის სოფლის ცხოვრებლებისთვის თითქმის შეუძლებელი იყო სოფელში შესვლა და გამოსვლა. მაშინ ერთადერთი გზა იყო ციცაბო კიბე, რომელიც თავად კლდეზე იყო გამოკვეთილი და ცნობილია როგორც ცის კიბე. 1970-იანი წლების დასაწყისში სოფლის მცხოვრებლებმა რამდენჯერმე სთხოვეს მთავრობას დახმარება, რომ სოფელში ნორმალური გზა გაეკეთებინათ. მაგრამ ადგილის ისტორიის შესახებ არსებული ცნობების მიხედვით, ამას მაშინვე არ გამოუყვეს დაფინანსება, ან არ დაუმტკიცეს. ამიტომ სოფლის მცხოვრებლებმა თავად მოძებნეს გამოსავალი. 13 მცხოვრებმა დაიწყო გვირაბის თხრა მთის ფერდობზე. მათ არ ჰქონდათ ინჟინერული განათლება. თანამედროვე აღჭურვილობა არ ჰქონდათ, მხოლოდ ჩაქუჩი, კვეთის იარაღები და უბრალო ფოლადის ხელსაწყოები ჰქონდათ, როცა კლდის ნაპირზე ეკიდნენ. პროექტი თითქმის 5 წელი გაგრძელდა. 1977 წელს გვირაბი ოფიციალურად გაიხსნა და დღემდე ცნობილია. ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად ითვლება. გზა არათანაბარია და ზოგ ადგილას ვიწროა. არის ბრმა მოსახვევები, სადაც თითქმის არ ჩანს არაფერი. და გვირაბის პირდაპირ კიდეზე არის დიდი ხვრელები, რომლებიც ფანჯრებად გამოიყენება გარეთ საყურებლად. თუ გვირაბში არასწორ მხარეს შემხვდება მანქანა, ზოგჯერ საჭიროა შორს უკან დაიხიო, რომ ორივე მანქანამ გაიაროს. მაგრამ საფრთხის მიუხედავად ეს გვირაბი ასევე გახდა მთელი სოფლის გადარჩენისა და მიზანდასახულობის სიმბოლო. რადგან რომ არა ის გვირაბი, რომელიც სოფლის მცხოვრებლებმა გააკეთეს, მათი საზოგადოება შესაძლოა სამუდამოდ მოწყვეტილიყო სამყაროს. პასაჟ დოგუა, საფრანგეთი. პასაჟ დოგუა არის 4 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა, რომელიც აკავშირებს საფრანგეთის მატერიკს და ნოირმუტიეს კუნძულს. დაბალი მიქცევის დროს ეს ჩვეულებრივი სანაპირო გზას ჰგავს, მაგრამ რამდენიმე საათში ის მთლიანად წყალში, ატლანტის ოკეანეში ჩაიძირება. ეს დღეში ორჯერ ხდება. საფრანგეთის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ზუსტად განსაზღვრული დროა, როცა აქ გავლა უსაფრთხოა. ამიტომ გზის ორივე ბოლოში მოქცევის განრიგი და გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული. მაგრამ მიუხედავად ყველა გაფრთხილებისა, მძღოლები მაინც ხვდებიან ხაფანგში. პასაჟ დოგუას სხვადასხვა ნაწილში აშენებულია მაღალი სამაშველო კოშკები, მათთვის ვინც წყლის დონის აწევისას ხვდება გაჯირვებაში. იქ ადიან გაჭედილი მძღოლები, სანამ სამაშველო ნავი მოვა, ან ზღვა დაცხრება. ზემოდან დანახვისას მართლა ისე ჩანს, თითქოს ოკეანე მთლიან გზატკეცილს კლაპავს. მაგრამ გასაკვირია, რომ ეს გზა დღესაც გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ 1970-იან წლებში აშენდა თანამედროვე ხიდი, რათა უფრო უსაფრთხოდ გადაეკვეთათ კუნძულზე, ბევრი ტურისტი და ადგილობრივი მაინც არჩევს პასაჟ დოგუაზე გავლას, რადგან გზა უფრო მოკლე და სანახაობრივია. ტიანმენის მთის გზა, ჩინეთი. ქვემოდან რომ უყურებ, გზა თითქოს მხოლოდ ხაზი იყოს, რადგან ის მჭიდროდ უხვევს და ადის ჰუნანის პროვინციის ძალიან ციცაბო მთის ფერდობზე. მაგრამ როცა თითოეულ მოსახვევს დაითვლი, მაშინ მიხვდები, რატომ არის ეს გზა ცნობილი მთელ მსოფლიოში. 99 მკვეთრი მოსახვევი. ტიანმენის მთის გზა ხეობის ძირიდან მთის წვეწორვალამდე 1000 მეტრზე მეტით ადის. და როცა უფრო მაღლა ადიხარ, გძნობ თითქოს ნელ-ნელა მიწა ქრება მანქანის ქვემოდან. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი იქ არის ტიანმენის მღვიმე, რომელიც უფრო ცნობილია როგორც ზეცის კარიბჭე. ეს არის უზარმაზარი ბუნებრივი ღიობი პირდაპირ მთაში. ჩინეთის ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ეს გაჩნდა მას შემდეგ, რაც კლდის ნაწილი ჩამოინგრა ჩვენი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში, რის შედეგადაც კლდეში უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა. ამბობენ, რომ ეს ქალაქიდანაც კი ჩანს, როცა ამინდი ნათელია. ტურისტების რაოდენობის ზრდის გამო საჭირო გახდა უფრო დიდი მისასვლელი გზა მთისკენ. ამიტომ 2000-იანი წლების დასაწყისში აშენდა თანამედროვე სამთო გზა, რომელსაც დღეს იყენებენ. არის მონაკვეთები, სადაც აღმართი იმდენად ციცაბოა, რომ მანქანა თითქოს ზემოთ იყურება. ზოგიერთ მოსახვევში კი დამცავი მოაჯირი ძალიან თხელია. ხოლო სხვა მონაკვეთებში გზის პირას პირდაპირ უფსკრულია. როდესაც წვიმს ან ნისლია, ხილვადობა კიდევ უფრო მცივდება. მაგრამ უფრო გასაკვირია ის, რომ ყოველ დღე ამ გზაზე სავსე ტურისტული ავტობუსები მოძრაობენ.
მძღოლი თითოეულ 99 მკვეთრ მოსახვევს რომ გადის, მგზავრების უმეტესობა ჩუმად ზის და ხელით სკამის სახელს ეჭიდება. და მიუხედავად იმისა, რომ საშიშად გამოიყურება, ეს ადგილი პოპულარული გახდა ტრიუკული მართვისა და რბოლის გამოფენებისთვისაც. ზოგიერთი პროფესიონალი მძღოლი ცდილობდა მთელი მარშრუტი ძალიან სწრაფად დაეფარა. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის საკმარისია უბრალოდ ამ მთაზე ასვლა ან ჩამოსვლა, რომ იგრძნოს რამდენად პატარაა მანქანა გარშემო არსებული უბსკრულის მასშტაბთან შედარებით. ტროლსტიგენი, ნორვეგია. არის ერთი მთის გზა, რომელიც თითქოს ფანტასტიკური ფილმებისთვისაა შექმნილი. ვიწრო გზები, ციცაბო მთები, ძლიერი ჩანჩქერები და თოვლის კედლები, რომლებიც ზოგჯერ თვითონ მანქანაზე უფრო მაღალია. ეს არის ტროლსტიგენი, რაც ნიშნავს ტროლების კიბეს. მთელი გზა შედგება 11 მკვეთრი მოსახვევისგან, როცა მთაზე ადიხარ. ზოგიერთ მონაკვეთში გზა თითქმის ერთზოლიანია და რადგან გზა პირდაპირ მთას ეკვრის, არის ადგილები, სადაც კლდის ჩამონგრევა და ზვავი შესაძლებელია. ნორვეგიის ხელისუფლების თქმით, ტროლსტიგენი წლის დიდი ნაწილის განმავლობაში დახურულია თოვლის, ყინულის და რთული ამინდის პირობების გამო. ჩვეულებრივ გზა ხელახლა იხსნება გვიან გაზაფხულზე ან ადრეულ ზაფხულში. სტიკფოსენის ჩანჩქერი პირდაპირ გზასთან ახლოს ეშვება. თოვლის დნობის პერიოდში წყლის ნაკადი ძალიან ძლიერია, რის გამოც გზის ზოგი ნაწილი მუდმივად სველია და ზოგჯერ თვითონ ძლიერი ნაკადი კვეთს გზას. მოკლედ რო ვთქვათ, ვიწრო მთის გზაზე მართავ მანქანას და თან ჩანჩქერიც გვერდით ყავს. გზის მშენებლობა დაიწყო დიდი დეპრესიის პერიოდში. ნორვეგიაში ეს იყო დიდი საზოგადოებრივი სამუშაოების პროექტი. მაშინ დინამიტი და ხელით შრომა გამოიყენეს, რომ მთის ფერდობზე გზა გაეყვანათ. 1926 წელს ოფიციალურად გაიხსნა. დღემდე ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტია ქვეყანაში. ზემოთ არის სადამკვირვებლო პლატფორმა, საიდანაც მთელ ზიგზაგ გზას ხედავ, როცა ჩანჩქერი მთის ფერდობზე ეშვება. და მიუხედავად იმისა, რომ ტროლსტიგენი თანამედროვე და კარგად მოვლილია, საფრთხე მაინც რჩება. სკიპერს კანიონის გზა, ახალი საფრთხე. ახალ ზელანდიაში არის ერთი გზა, რომელსაც თვითონ სადაზღვევო კომპანიებიც კი არიღებენ პასუხისგებლობას. ეს მიტოვებული გზა არ არის არც არალეგალური მარშრუტია. პირიქით, ეს ტურისტული დანიშნულების ადგილია. მაგრამ თუ იქ წაიყვანე დაქირავებული მანქანა, შესაძლებელია ავტომატურად დაკარგო დაზვევის დაფარვა. ეს არის სკიპერს კანიონის გზა. ის მდებარეობს კუინსთაუნის მახლობლად, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე. ეს არის ვიწრო ხრეშიანი გზა, რომელიც პირდაპირ კლდის ნაპირზეა მიმაგრებული. შატავერის მდინარის ციცაბო ხეობას მიუყვება. ოქროს ციებ ცხელების ეპოქაში მე-19 საუკუნის ბოლოს გზა აშენდა იმისთვის, რომ მაღაროელებს შეეძლოთ მისვლა კანიონის შიგნით მდებარე სამთო დასახლებებში. მაშინ მხოლოდ ნიჩაბი, წერაქვი და დინამიტი ჰქონდათ, როცა მარშრუტს მყარკლდეებში თხრიდნენ. თუ გზაზე არასწორ მონაკვეთში შემხვედ მანქანას შეხვდები, ზოგჯერ ასეულობით მეტრის უკანსვლა გიცევს, როცა შენი მანქანის ნახევარი ბორბალი უბსკროვის პირასაა. და რადგან ზედაპირი ფხვიერი ხრეშია, ერთი არასწორი დამუხრუჭება საკმარისია, რომ მანქანა მოსრიალდეს. მაგრამ სკიპერს კანიონის მთავარი განსხვავება სხვა საშიშ გზებთან შედარებით ისაა, რომ აქ მხოლოდ შიში არ არის პრობლემა. არამედ ფულია. საერთაშორისო კომპანიებში ეს გზა ხშირად გამორიცხულია დაზღვევის დაფარვიდან მაღალი რისკის გამო. ეს ნიშნავს, რომ თუ აქ დაქირავებული მანქანით ავარიაში მოხვდები, შესაძლოა პირადად აგოპასუხი ზიანისა და აღდგენის ხარჯებზე. ამის ნაცვლად ისინი ხშირად გიდიან ტურებს უერთდებიან. სპეციალიზებული ტურის, 4-წამყვანიანი მანქანებისა და გამოცდილი ადგილობრივი მწოლების დახმარებით, რომლებიც კანიონის თითოეულ მოსახვევს კარგად იცნობენ. და როგორც ბევრი ვიზიტორი ამბობს, მგზავრობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე მიხვდები, რატომ არ სურთ სადაზღვევო კომპანიებს ამის დაფარვა. ფეირი მიდოუზის გზა, პაკისტანი. ფეირი მიდოუზი პაკისტანში. როცა ამ ადგილს ნახავ, ვიფიქრებ თითქოს საფოსტო ბარათიდანაა. გაშლილი მწვანე მინდვრები, სქელი ფიჭვის ტყეები და უკანა ფონზე აღმართულია უზარმაზარი ნანგა პარბატის მთა, ჰიმალაები. მაგრამ სანამ ამ ხეთს მიაღწევ, ჯერ უნდა გადალახო აზიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მთის გზა. მარშრუტი იწყება რაიკოტის ხიდიდან, რომელიც ახლოსაა კარაკორამის გზატკეცილთან. იქიდან სტუმრები ადგილობრივ ჯიპებში სხდებიან, რომლებიც შეძლებენ ვიწრო და კლდოვან გზაზე მთისკენ ასვლას. ზოგიერთ მონაკვეთზე გზა თითქმის ისეთივე ვიწროა, როგორც თავად ჯიპი. ერთ მხარეს მთის კედელია, ხოლო მეორე მხარეს პირდაპირ ჩადის ინდუსის მდინარის ღრმა ხევში. არ არის ბეტონის ბარიერი, არ არის დამცავი მოაჯირი. ხშირად საბურავების ქვეშ მხოლოდ ფხვიერი მიწა და ქვებია. რეგიონის ტურიზმისა და საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, აქ ჩვეულებრივ მხოლოდ ადგილობრივ მძღოლებს აძლევენ ნებართვას მგზავრობაზე, რადგან მათ ზუსტად უნდა იცოდნენ მთის რელიეფი და პირობები. და მიუხედავად იმისა, რომ მძღოლებს გამოცდილება აქვთ, ისინი მაინც ნელა და ფრთხილად მართავენ.
ამ ადგილას მეცქარი ხშირად ხდება, განსაკუთრებით წვიმის ან თოვლის დნობის შემდეგ. ხანდახან მუშები ხელით ასუფთავებენ გზის ჩამოწოლილ ნაწილს, რათა კვლავ გახდეს გასასვლელი. ლანდშაფტზე აღმართულია ნანგა პარბატი, რომელიც დედამიწაზე მე-9 ყველაზე მაღალი მთაა. იგი ასევე ცნობილია მეტსახელით მკვლელი მთა, რადგან ძალიან რთულია და მთამსვლელობის ისტორიაში აქ ბევრი უბედური შემთხვევა მომხდარა. 2013 წელს Associated Press-ისა და სხვა საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით შეიარაღებულმა ჯგუფმა ნანგა პარბატის რაიონში მთამსვლელთა საბაზო ბანაკზე თავდასხმა განახორციელა და რამდენიმე უცხოელი მთამსვლელი და ადგილობრივი გიდი მოკლა. ამიტომ ამ ადგილას მხოლოდ მთა არ წარმოადგენს საფრთხეს, ზოგჯერ იქ მისვლაც კი გადარჩენის გამოწვევაა. კოლიმას გზატკეცილი, რუსეთი. რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში არის გზატკეცილი, რომელიც მხოლოდ თოვლის, ტალახის ან სიცივის გამო არ აშინებს ხალხს. იგი ცნობილია იმ ადამიანებით, რომლებიც მის აშენების შემდეგ სახლში ვეღარ დაბრუნდნენ. ეს არის კოლიმას გზატკეცილი, უფრო ცნობილია როგორც ძულების გზა. ამ მარშრუტის სიგრძე 2000 კილომეტრზე მეტია და იგი გადაკვეთს სიბირისა და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ყველაზე მიუვალ და ცივ ადგილებს. ზამთარში აქ ტემპერატურა შეიძლება დაეცეს -50 გრადუს ცელსიუსზე დაბლა. 1930-იანი წლებიდან 1950-იანი წლებამდე კოლიმას გზატკეცილის დიდი ნაწილი აშენდა იძულებითი შრომით, რომელიც საბჭოთა გულაგის სისტემიდან მოდიოდა. ისტორიკოსებისა და საბჭოთა შრომითი ბანაკების შესახებ სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ათასობით პატიმარი გაგზავნეს რეგიონში ოქროს მოსაპოვებლად და ინფრასტრუქტურის ასაშენებლად უკიდურესად მძიმე პირობებში. ბევრი დაიღუპა შიმშილის, ავადმყოფობის, უკიდურესი სიცივის, გადამეტებული შრომისა და შრომითი ბანაკებში სასტიკი მოპყრობის გამო. ისტორიკოსების შეფასებები გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაზე ზუსტად არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ისტორიული ჩანაწერებიდან ნათელია, რომ პროექტს ძალიან დიდი ადამიანური ფასი ჰქონდა. აქედან მოდის მეტსახელი ძულების გზა. ზაფხულში, როდესაც მიწისქვეშა მუდმივი ყინული დნება, გზის ზოგიერთი ნაწილი სქელტალახად იქცევა. ზოგიერთი სატვირთო მანქანა რამდენიმე დღეა გაჭედილია, მაშველების ან გზის კარგად გაშრობის მოლოდინში. ზამთარში კი მთელი მარშრუტი ყინულოვან უდაბნოდ იქცევა. არის ადგილები, სადაც ასობით კილომეტრია მანძილი, სანამ ბენზინგასამართ სადგურს, სარემონტო სახელოსნოს ან საავადმყოფოს ნახავ და ბევრ მონაკვეთზე მობილური კავშირის სიგნალიც არ არის. ავტომაგისტრალის ზოგიერთ მონაკვეთზე ჯერ კიდევ ჩანს ძველი მიტოვებული გულაგის ბანაკები. დანგრეული ბარაკები, სადარაჯო კოშკები და შენობები, რომლებიც ნელ-ნელა ტყემში თანთქა. ისინი თითქოს მდუმარე შეხსენებაა იმ ფასისა, რომელიც გადაიხადეს ადამიანებმა, ვინც იძულებული იყვნენ აქ ყოფილიყვნენ, ამ გზის მოლოდინი და ტკივილი. ძვლების გზაზე შენი მტერი მხოლოდ ბუნება კი არ არის, არამედ ისტორიის სიმძიმეც. Canning Stock Route, ავსტრალია. ავსტრალიაში არის მარშრუტი, სადაც მხოლოდ საწვავის ავსება მოგზაურობის წინ საკმარისი არ არის. რადგან თუ აქ არასწორად გამოთვლის საწვავს, შეიძლება შემდეგი ბენზინგასამართი სადგური თითქმის 2000 კილომეტრის მანძილზე აღარ შეგვხვდეს. ეს არის Canning Stock Route, ძალიან გრძელი უდაბნოს გზა, რომელიც გადაკვეთს დასავლეთ ავსტრალიის ყველაზე მშრალ და მიუვალ ნაწილებს. მარშრუტი გადის Great Sands უდაბნოსა და Gibsonis უდაბნოზე, ორ ადგილას, რომლებიც ცნობილია უკიდურესი ტემპერატურებითა და ძალიან რთული რელიეფით. და მიუხედავად იმისა, რომ მას მარშრუტს უწოდებენ, ეს არ არის გზა, ჩვეულებრივი გაგებით. ბევრ მონაკვეთში ეს უბრალოდ ძველი საბურავების კვალია ქვიშაში. არ არის ასფალტი, არ არის ქუჩის განათება, არ არის მობილური კავშირის სიგნალი და ამ უზარმაზარ მანძილზე ვერსად ნახავ ქალაქს ან საგანგებო დახმარების სამსახურს. ამიტომ ვინც აქ მოგზაურობს, ეს უფრო გადაჩენის ექსპედიციას გავს, ვიდრე ჩვეულებრივ გზაზე მოგზაურობას. მარშრუტის ისტორიის მიხედვით ის აშენდა 1900-იანი წლების დასაწყისში, ალფრედ კენინგის ხელმძღვანელობით, როგორც საქონლის გზა, რომელიც სამხრეთ ავსტრალიის ბაზრებზე მიდიოდა. მათ ააშენეს 12 ჭა უდაბნოში, რათა ცხოველებსა და მოგზაურებს წყლის წყარო ჰქონოდათ. დღემდე იმ ძველი ჭებიდან ზოგიერთი კვლავ გამოიყენება როგორც ძირითადი საორიენტაციო ნიშნები მარშრუტზე, თუმცა იქ არსებული წყალი ყოველთვის უსაფრთხო არ არის დასალევად. ზოგიერთი ჭა მარილიანია, დაბინძურებული ან თითქმის დაზიანებულია. ამიტომ გამოცდილი მოგზაურები ყოველთვის ატარებენ წყლის გასაწმედ მოწყობილობებს, როგორც გადარჩენის აღჭურვილობის ნაწილს. აქ კიდევ ერთი ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა ქვიშის დიუნები. მანქანებს უნდა გადალახონ 800-ზე მეტი დიუნა. სხვა ნაწილებში საჭიროა საბურავების წნევის შემცირება, რათა რბილ ქვიშაში ასვლისას ბორბლები არ ჩაძვრეს. და თუ ავსტრალიის უდაბნოში 45 გრადუს სიცხეში გაიჭედები, შეიძლება საათობით მოგიწიოს 9 მზის ქვეშ რომ გამოხვიდე. მაგრამ რამდენადაც მზად არ უნდა იყო, რეალობა მაინც ნათელია Canning Stock Route-ზე. როცა ავსტრალიის უდაბნოს შუა გულში ხარ, მნიშვნელობა არ აქვს როგორი კარგი მანქანა ყავს. იმ ადგილას ბუნებაა მთავარი. დარიენის გაპი, პანამა და კოლუმბია.
ის მდებარეობს პანამასა და კოლუმბიას შორის. რუკაზე თითქოს პატარა სივრცეა, მაგრამ სინამდვილეში უზარმაზარია. რეალურ ცხოვრებაში ეს არის სქელი წვიმის ტყეების, ჭაობების, ციცაბო მთების, მდინარეებისა და ძალიან სახიფათო რელიეფის კომბინაცია. და მრავალი ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა გეგმა ამ მონაკვეთზე გზატკეცილის გაგრძელებაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ გზის აშენება რთულია, არამედ იმიტომაც, რომ თავად ბუნება თითქოს ეწინააღმდეგება ამას. გარემოს დაცვითი კვლევებისა და რეგიონის შესახებ ანგარიშების მიხედვით, დარიენის წვიმის ტყე ერთ-ერთი ყველაზე ბიომრავალფეროვანი ეკოსისტემაა მსოფლიოში. აქ მრავალი გარეული ცხოველის სახეობა და ძირძველი თემი ცხოვრობს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დიდი ხანია ცხოვრობენ. ამიტომაც დიდი ხნის განმავლობაში სადავო იყო აქ მუდმივი გზატკეცილის აშენების იდეა, გარემოზე შესაძლო ზიანისა და ადგილობრივ საზოგადოებაზე გავლენის გამო. მაგრამ ბუნების გარდა კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც დარიანის ხეობა შიშს იწვევს. ეს არის შეიარაღებული დანაშაული. საერთაშორისო ანგარიშებისა და მთავრობის გაფრთხილებების მიხედვით, ბოლო წლებში რეგიონის ზოგიერთი ნაწილი დიდი ხანია გამოიყენება კონტრაბანდისტების მიერ კონტრაბანდისტვის. მკვლელები, ტრეფიკერები და შეიარაღებული ჯგუფები, რადგან ამ ტერიტორიის კონტროლი ძალიან რთულია. ბოლო წლებში კი ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე საშიში მიგრანტული მარშრუტი მსოფლიოში. გაეროს სააგენტოებისა და ჰუმანიტარული ჯგუფების მიხედვით, ამ მარშრუტზე ადამიანები იღუპებიან გადაღლილობის, ავადმყოფობის, მდინარის გადაკვეთისას და ხჩობის ან ჯუნგლებში ძალადობის შედეგად. და რადგან ეს ტერიტორია ძალიან ვრცელია და გაუვალია, ყველა დაკარგული ვერ პოულობენ. 1970-იან წლებში იყო მცდელობები, რომ ხარი დაეჭირათ რეგიონში გზის გაყვანისთვის. მაგრამ ისტორიული ანგარიშების მიხედვით, პროექტი შეჩერდა ტერიტორიის სირთულის, დაავადებების რისკისა და უზარმაზარი ხარჯების გამო. დღემდე პანამერიკული გზატკეცილი ამ ნაწილში შეწყვეტილია და შესაძლოა სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც დარჩა წვიმის ტყე ცოცხალი. რადგან მსოფლიოში არსებობს ადგილები, სადაც ადამიანის ტექნოლოგია რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყოს, ისინი მაინც სრულად არ გვემორჩილებიან.